რადიო ჯიპა 94.10. მოგესალმებით. დღეს ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანია ვიდეო ბლოგების მეშვეობით გავრცელდეს ინფორმაცია ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც ეხება COVID-ის პირობებში ბიომრავალფეროვნების კუთხით შესაძლო კონკრეტულ პერსპექტივებს ამ პირიქით გამოწვევებს. მე მაქვს პირადად პატივი, რომ ვუმასპინძლო ჩვენ სივრცეში საკმაოდ ავტორიტეტულ ექსპერტებს და ჯიპას პროფესორებს და ჩვენს ლექტორებს და ამ მხრივ პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი დისკუსიის მონაწილეები, ქალბატონი ელკა კაკაბაძე, რომელიც გახლავთ დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამის კავკასიაში ეროვნული კოორდინატორი და ჯიპას ლექტორი, ბატონი ზურა გორიელიძე, თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ჯიპას ლექტორი, ასევე და ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი პროფესორების პირობებში ხორციელდება პროგრამა და ასევე ჩვენი სტუმარია ბატონი კახა არცივაძე, ჯიპას გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის პროგრამის პროფესორი, რომელიც ამავდროულად გახლავთ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ნაკრესის ბიომრავალფეროვნების ექსპერტი. პირველ რიგში ყველას მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას რადიო ჯიპას ამ ინიციატივაში და პრინციპში ვიდრე დავიწყებდეთ მსჯელობას, მინდა მაინც რომ გაგიზიაროთ ის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც არის ასეთი სახელით ცნობილი, ეს არის COVID-19-ის მოწოდება დედამიწის მაცხოვრებლებს. მინდა ხაზგასმა გავაკეთო იმაზე, რომ ჯიპას გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა შეძლეს ამ ვიდეო ჩანაწერის ქართულ ენაზე გადმოთარგმნა და სუბტიტრებით არის ეს ინფორმაცია მოცემული და რამდენიმე წუთი მოდით დაუთმოთ ამ ვიდეო რგოლს და შემდეგ შეგვიძლია უკვე უშუალოდ თემაზე საუბრის გაგრძელება. ამ შემთხვევაში Ibatana guak am videos nahos შესაძლებლობა. Dear humankind, thank you for being a superhost. I never imagined I'd have the opportunity to jump to a species as abundant as you. Most viruses only get to know their original host animal. Many exist entirely in the humid understory of a remote rainforest. Many viruses are kept in check by healthy environments with diverse and abundant wildlife. But when you rip forests apart and capture billions of animals to feed your insatiable appetite for flesh and false cures, you bring viruses like me out of our natural quarantines. You introduce us to new hosts, like you, a superhost of 8 billion individuals in count, a walking, flying, swimming, human meat market. You make up a third of all mammals on Earth by weight. The animals you grow to feed yourselves outweigh all the wild mammals and birds on the planet. As you drive our natural wildlife hosts to extinction, you throw us life rafts bigger than the Titanic. Why wouldn't I care? As sinister as I may seem, it is not in my interest to wipe out my hosts. We all need other life to thrive. So if this sickness in your bodies opens your eyes to the deeper sickness in our shared planet, it will be to all our benefit. But my big question to you is this: am I enough? If apocalyptic fires aren't enough, if vanishing glaciers aren't enough, if super hurricanes aren't enough, is the cold shadow I cast across the lives of you and your loved ones enough for you to finally confront the prospect of your own extinction? Only you, humankind, can choose to be the cure to the deeper sickness. Only you can choose to nurture the ancient oceans, forests, and grasslands that nurture you, to bring back the chorus of birds and monkeys to silent rainforests, and to make wise choices every day in what you consume and how you live. By protecting nature in all its wild and wonderful forms, you protect yourselves. As the earth stops to take a collective deep breath, you have a rare opportunity to reimagine and redefine a new future. So tell me, what future do you choose?
კი ბატონო, დიდი მადლობა. პრინციპში შეგვიძლია მსჯელობის დაწყებაც. რეალურად თქვა ამ ვიდეო ჩანაწერით ხაზგასმოკეთდება საკმაოდ აქტიურად, რომ თვითონ კორონავირუსის დაწყების პირობას ბიომრავალფეროვნებისთან დაკავშირებული პრობლემებიცაა, იმიტომ რომ რეალურად კორონა გაცდა ბუნებრივ კარანტინის ზონას, სწორედ იმის გამო, რომ ადამიანი ერევა ბიომრავალფეროვნების სისტემაში. მოდით დავიწყოთ მსჯელობა, ხშირ შემთხვევაში აქტიურად საუბრობენ იმ თემაზე, რომ კორონავირუსის პირობებში გამოჩნდა კონკრეტული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გაცილებით ახალი შესაძლებლობები, მაგრამ ამავე დროს გააჩნია ახალი გამოცემების პერსპექტივებიც. მოდით შევხედოთ ამ პრობლემას პირველ რიგში იმ პოტენციური შესაძლებლობების თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება დავინახოთ უკვე პოზიტიური კუთხით. რა შეგვიძლია ვთქვათ კორონავირუსის პირობებში უკვე პოზიტიური გადაწყვეტის შესაძლებლობებზე, ახალი პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობებზე, როცა ვსაუბრობ ბიომრავალფეროვნებაზე. შეგვიძლია დავიწყოთ, თუ შეიძლება რომ ჩაერთოთ აქტიურად და გაბატონებთ, თქვენ ხო არ გთხოვოთ დაწყება? ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კორონავირუსი COVID-19 ფაქტიურად ეს არის ზოონოზური ინფექციური დაავადება, რომელიც წარმოიქმნა, უბრალოდ გადმოვიდა, ასე ვთქვათ, ბუნებიდან ადამიანში და ფაქტიურად როგორც წესი მსგავსი ინფექციური დაავადების გავრცელების მიზეზად ხდება სწორედ ადამიანის უხეში ჩარევა ველურ იმ გარემოში, სადაც მსგავსი ინფექციები, ესე ვთქვათ, არის დაცული არის თავისთვის და უხეშად ტერიტორიების ცვლილებით, მათი ფუნქციის, მიწის გამოყენების ფუნქციის ცვლილების შედეგად ხდება მსგავსი პროცესები და მერე ვიღებთ ასეთ კატასტროფულ შედეგებს. პოზიტიური რა შეიძლება იმაზე ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევამ ჩვენ უნდა დაგვანახოს ის მომენტი, რომ მნიშვნელოვანია გაუფრთხილდეთ ბიომრავალფეროვნებას, ველურ ბუნებას. პირველ შეიძლება თქვათ იმ კუთხით, რომ ასეთი რაღაცები არ მოხდეს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ დავიცვათ იქ არსებული ბიომრავალფეროვნება, შევინარჩუნოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ. და ეს არის ფაქტურად ერთადერთი გზა, რითაც მომავალში თავიდან ავიცილებთ მსგავს შემთხვევებს. კი ბატონო, დიდი მადლობა. ბატონო ზურა, თქვენ რო გთხოვოთ, გააგრძელოთ საუბარი, მე აქვე ქალბატონ ეკას კომენტარის შემდეგ შემიძლია ასევე აქცენტი გავაკეთო ნებისმიერი ტიპის ვირუსის გავრცელება, სწორედ ხშირ შემთხვევაში ადამიანის მხრიდან ბიომრავალფეროვნების სისტემებში ჩარევის შედეგებია. ებოლაზეც ძალიან აქტიურად სწორედ იგივე მტკიცებულებები ვრცელდება, რომ სწორედ ჩვენი უხეში ჩარევის საფუძველზე ბუნებრივია ესეთი კონკრეტული, ვთქვათ, კარანტინიდან გამოსვლის შესაძლებლობა და ურბანულ დასახლებაში გავრცელების შესაძლებლობა მიეცა ვირუსს. თუ შეიძლება ბატონო ზურა, თქვენ რო გთხოვოთ, რომ მოკლედ შეაფასოთ ამ შემთხვევაში ის პოზიტიური პერსპექტივები, რომელიც კორონავირუსის პირობებში ბიომრავალფეროვნებასთან მიმართებაში შეიძლება მივიღოთ. პოზიტიური პირობები ჯერ გამოისახება იმაში, რომ ადამიანი გახდა ძალიან შეზღუდული, მას შეეზღუდა უფლებები, ძალიან მნიშვნელოვანი უფლებები და სწორედ ეს უფლებების შეზღუდვა გახდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე ბიომრავალფეროვნებისათვის, გაუმჯობესებისათვის. ეხლა ეს ძალიან მოკლე პერიოდია რაიმე სერიოზულ გაუმჯობესებაზე, რომ ვიფიქროთ ან რაიმე შედეგი რო ქონდეს ამას, ეს რა შედეგიც ქონდეს, ეს თავისთავად ძალიან დროებითი შედეგი იქნებოდა, მაგრამ არის რაღაცები, რომლებიც თვალსის ასემია, მაგალითად, უბრალოდ ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორც აი გაზაფხული იყო ყოველთვის პერიოდი, როდესაც მოყავდა ჩვენთან უამრავი სხვადასხვა პატარ-პატარა, ანუ სხვადასხვა ცხოველის ნაშიერები. აი წელს ეს ნაშიერები არ მოუყანიათ, იმიტომ რომ უბრალოდ ისინი არ გადიოდნენ ტყეში, შესაბამისად არ ხოცავდნენ არავის და არ ხდებოდა დაობლება გარკვეული ნაშიერების. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანი საკითხი იყო და სწორედ ადამიანის უფლებების შეზღუდვამ გამოიწვია ბიომრავალფეროვნების
ქვის უკეთესი სიტუაციის შექმნა. ამიტომ საკმაოდ სერიოზულად არის დასაფიქრებელი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეკოსისტემა ადამიანი ყოველთვის ფიქრობდა და საკმაოდ ეს ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული, რომ ადამიანი არის ერთადერთი არსება, რომელიც ეკოსისტემის გარეთ ცხოვრობს. ჩემი აზრით, აი კორონა მაჩვენა, რომ არ ცხოვრობს ეკოსისტემის გარეთ, ისე ცდილობს ეკოსისტემის გარეთ გავიდეს, მაგრამ არ გამოდის ყოველ შემთხვევაში. რაღაცა პერიოდის განმავლობაში იყო ალბათ გარეთ, სადაც შექმნა ძალიან მაღალი სიმჭიდროვის დასახლებები და სწორედ მაღალი სიმჭიდროვის დასახლებები, როგორც ბუნებაში ხდება, როდესაც პირველ რიგში მათი შემცირება იწყება, ეხლა ეს აქაც ესევე მოხდა. ასე რომ შესაბამისად ეკოსისტემა და გარემო ზოგადად ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე. კი ბატონო, ზურა, ნაშიერების რაოდენობის შემცირება და თქვენთან მიმართულება. გაობლებული ნაშიერების რაოდენობის შემცირება. კი ბატონო. და წინა წლების გამოცდილებით, ვიდრე კორონამდე, დაახლოებით რამდენი იყო გაზაფხულის პერიოდში ასეთი? ძალიან ბევრი იყო, სხვადასხვა ესეთი, ძირითადად პოპულარული იყო დათვის ბელები, მგლისლეპები, პერიოდულად კი მცირდებოდა, მაგრამ ყოველ წელს ეს მოდიოდა, შემდეგ ეს ხდებოდა ძალიან ბევრი პრობლემები, იყო მელის ლეკები, უამრავი სხვადასხვა ბუები პატარა, რომელიც რაღაც დროებითაც აყავდათ ყველაფერი, ასევე დაცემელი ფრინველების ბარტყები. წელს ესეთი ერთეული შემთხვევები იყო, ისის მაგალითად მელის ლეკი მოგვიყვანეს, რომელიც თვითონ დაიკარგა სადღაც იქ ადამიანს. ბრალი არ იყო, ესეთებიც ხდება ხოლმე. შესაბამისად, ამიტომ ამანაც კი ნორმალური, ამანაც ესეც კი აჩვენებს, რომ ადამიანის მოქმედების შეზღუდვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კი ბატონო, მადლობა. რა თქმა უნდა, საკმაოდ გასათვალისწინებელი აქცენტები გააკეთეთ, რომ საკმაოდ მცირე დრო არის გასული იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ბიომრავალფეროვნებაზე კონკრეტული, ასე ვთქვათ, გრძელვადიანი პერსპექტივით შედეგები დავინახოთ. პერიოდი არ გვაძლევს ამის თქმის საშუალებას, მაგრამ მოდით ბატონ კახას მივმართოთ ანალოგიური კითხვით, თქვათ პოზიტიური ცვლილებები ან შესაძლებლობები კორონავირუსის პირობებში, რომელიც ქმნის ახალ პერსპექტივებს, გარკვეულწილად პოზიტიურ ცვლილებებს და ტენდენციებს ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით. ბატონ კახა, თქვენ რომ ყოფთ? კი ბატონო, მე პრინციპში ბატონი ზურას და ქალბატონი ეკას პოზიციას ასე ვთქვათ გავაგრძელებდი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ცვლილებები არის მოსალოდნელი იმ პარადიგმაში, რომლითაც კაცობრიობა ცხოვრობს. მგონი ყველაზე დიდი პოზიტიური მომენტი ალბათ ეს იქნება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ სრულად მეთანხმები ბატონ ზურას ეს ეფექტი ახლა ძალიან მოკლე ვადიანია და ძალიან მცირე დროის პერიოდში ხდება ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ასე ვთქვათ ამ ველოდოთ რაიმე სერიოზულ გაუმჯობესებას მდგომარეობის გლობალურად. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ RNM-ის ამ მცირე ნაგლეჯმა, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად აქტიურად ცოცხალი ორგანიზმიც კი არ არის, ხო? ამ მცირე მოლეკულამ უწევს მთელ კაცობრიობას დაგვანახა, რომ დედამიწაზე ბატონობს ბუნება და არა ადამიანი და ის ქცევა და ის დამოკიდებულება, რომელიც კაცობრიობას აქვს, მომხმარებლური დამოკიდებულება, ხო ყველაფრის არის აბსოლუტურად. მთელი რესურსი, ხო, მე ხშირად მაქვს ხოლმე მაგალითად მომყავს ეს მომენტი, რომ საცხოვრებელი ხმელეთის 51% ადამიანს უკავია მარტო ერთი მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიზნით. ხო, მან წაართვა სასიცოცხლო სივრცე ყველას და ყველაფერს და დაიკავა 51% სასიცოცხლო სივრცის მხოლოდ ერთი ფუნქციისთვის, ეს არის სოფლის მეურნეობა და ამას რა თქმა უნდა კიდე ემატება სხვა უამრავი ასე ვთქვათ საჭიროებები, რომელიც ადამიანს სჭირდება, ქალაქები, ურბანული სივრცე, გზები, კომუნიკაცია, ენერგეტიკა და ფაქტიურად ისე გამოდის, რომ ბიომრავალფეროვნებას კაცობრიობა არ უტოვებს ასე ვთქვათ სასიცოცხლო სივრცეს და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, მაგრამ აი ამ ეპიდემიამ, აი ამ ასე რომ ვთქვათ გლობალურმა კატასტროფამ უცებ ჩამოაგდო ადამიანი აი ამ გვირგვინიდან, ტახტიდან და დაგვაყენა ჩვეულებრივ სახეობათა რიგში, რომელიც უნდა გადარჩეს, უნდა აღიქვას თავისთავი როგორც ეკოსისტემის ნაწილი და მოიქცეს ისე როგორც სხვა ყველა სახეობას შეესაბამება, ხო დაიკავოს თავისი
ადგილი და ეცადოს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს იმ ბალანსს და იმ ეკოსისტემებს, რომელთა ხარჯზე სინამდვილეში ჩვენ ყველანი ვარსებობთ, წუნთქავთ, წყალსვავთ, ვიღებთ საკვებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო, მადლობა. მე ასევე მინდა პრინციპში დასახელებულ პოზიტიურ ცვლილებებთან და რეალურად ვთქვათ შესაძლო ჯერჯერობით ვთქვათ სტატისტიკური მონაცემების თვალსაზრისით არც თუ ისე მასშტაბურ, მაგრამ კონკრეტულ ამზე გავლენებთან ერთად აქცენტი გავაკეთო შემდეგი კუთხით, აი რამდენად შეიძლება კორონავირუსი როგორც კატასტროფული სიტუაცია ბიომრავალფეროვნების საკითხებზე მომუშავე ადამიანებისთვის გახდეს ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, რომ პრობლემაზე მეტად აქტიურად ვიმსჯელოთ. რეალურად ხდებოდეს კვლევების ახალისება, დაფინანსება და მხარდამჭერი სისტემების გააქტიურება იმისთვის, რომ ბიომრავალფეროვნების მხარდაჭერა თვითონ ადამიანის მხრიდან იყოს შესაძლებელი. სულ ბოლო მონაცემებით რეალურად ევროკავშირში აქტიურად ახალი ჩარჩოც კი გაიხსნა ფინანსური მხარდაჭერის იმ კვლევებზე კონკრეტულად, რომელიც ამ ბიომრავალფეროვნების კუთხით არის მნიშვნელოვანი და აი ამ კუთხით რამდენად შეიძლება დავინახოთ როგორც პოზიტიური ცვლილების შესაძლებლობა. კრიზისი როგორც შესაძლებლობა, რომ დავანახოთ ადამიანებს რეალურად გამოწვევები, რომელიც ბიომრავალფეროვნებაზე მამნეზე გავლენის პირობებში დგება და მეორე, რას ხედავთ ამ შემთხვევაში, აი სწორედ კვლევების, მხარდამჭერი სისტემების, ახალი პროექტების გავრცელების და თანადაფინანსების კუთხით. თქვენ ალბათ როგორც ყველაზე სანდო და ამავე დროს ამ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ეს ინფორმაცია ალბათ ყველაზე მეტად იქნება ნაცნობი და ამავე დროს იქნებათ ახალი ინფორმაციებიც. რამდენად ხედავთ ამ თვალსაზრისით კორონავირუსის საუბრის პირობებში, რომ ეს შექმნის ახალ შესაძლებლობას მომავალში ამ პრობლემების შესახებ კვლევების განხორციელების, კონკრეტულ ჩარევებზე ორიენტირებული პროექტების, პროგრამების მხარდაჭერის. მე ვფიქრობ ერთი მომენტია, რაც პრინციპში წეგან აუღნიშნე, აი ამ პარადიგმის ცვლილება, მე მგონი ბევრი სხვადასხვა ცვლილებები იქნება ალბათ მოსალოდნელი და პირველ რიგში ეგრეთ წოდებული გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან დამოკიდებულების ცვლილება, მათ შორის თუნდაც ბიოუსაფრთხოებაზე, ბიომრავალფეროვნებაზე და სხვა თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვან წილად განაპირობებენ სწორედ იმ დამოკიდებულებას, რომელიც ყალიბდება აი სხვადასხვა სახელმწიფო და ასე ვთქვათ პოლიტიკური სტრუქტურების მხრიდან. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ აი ამ მაგალითმა ნათლად აჩვენა, რამდენად არასწორი რაღაცებს ვაკეთებდით ყველა ჩვენთაგანი. ეს არა მარტო ბიომრავალფეროვნებაში, ხო თუნდაც იგივე ჯანდაცვა რო ავიღოთ ხა ამ სფეროშიც, ნათლად ჩანს, რომ აი შეიძლება მილიონები და მილიარდები იხარჯება სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის ვთქვათ სამხედრო მიმართულებით $1 ტრილიონზე მეტი იხარჯება მსოფლიოში, ხო? ამ მიმართულებით. იმ დროს, როდესაც ახალი ვაქცინების შემუშავებაზე სულ რო წარმოიდგინოთ წელიწადში $40 მილიონ იხარჯება გლობალურად. ზღვაში წვეთიც არ არის. ასე რომ ვთქვა და აი ამ დამოკიდებულებამ მიგვიყვანა იქამდე რა შედეგებიც მივიღეთ. თუ ავიღებთ ანალოგიას ბიომრავალფეროვნებასთან, იქ შეიძლება ხარისხობრივად 10-ჯერ ან 100-ჯერ უფრო ასე ვთქვათ სერიოზულ პრობლემასთან მქონდეს საქმე, იმიტომ რომ ეს არის ისეთი თემა, რომელიც მაინც და მაინც არავის თითქმის არ აწუხებს, იმიტომ რომ ეს ითვლება, რომ ეს ისეთი თემაა, რომელიც აი თქვათ ექსპერტული წრეებისთვის არის საინტერესო და ვთქვათ რაღაც ყოველდღიურ ცხოვრებაში რიგითი ობილატელისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. როგორც აი ამ ისტორიამ თვალსახად აჩვენა, თურმე ყველაფერი იქიდან მოდის და ჩვენ თუ ჯგუფით არ მოვიქცევით, მე მგონი ბევრად ცუდი შედეგები გვექნება 1-20 წელიწადში. დიდი მადლობა ბატონ ზურა, თქვენ რა გთხოვთ?
კი ბატონო, ჩემისაც რაღაც გარკვეული შესაძლებლობა რა თქმა უნდა ჩანს, შესაძლებლობა იმ მხრივ რომ თითქოს და უნდა მოხდარიყო ადამიანებში ცვლილება, ადამიანმა უნდა გაიაზროს, აი რა მოხდა, ხო? რეალურად როგორ დაიწყო, ამ თვითონ ამ ბოლო SARS-CoV-2-თან, რასაც ოფიციალური სახელი არის ამ ვირუსის, ზუსტ ინფორმაცია არ არის, მაგრამ პირველი რომელიც ყავს SARS-CoV პირველთან, იქ ნამდვილად ცნობილი არის, რომ მოხდა, როდესაც გარეული ცხოველები შემოიჭრა ურბანულ გარემოში და შემდეგ მოხდა ამისი გადა. ანუ შესაბამისად, რომ წარმოვიდგინოთ, ხდება ესეთი რაღაცა, როგორც ადამიანი უტევს გარემოს, ისევე ხდება მისი დაბრუნება და აქედან შემოჭრა. აი, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ გაცილებით მეტი ყურადღება მიექცეს სწორედ გარემოს შენარჩუნებას. თუმცა აი, ყოველთვის, მაგრამ არის სამის დიდი ოპტიმიზმით ქართველი არა ვარ, გულახდათ რო გითხრათ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, ძალიან ბევრი ყველგან სამყაროში ჩანს, რომ მაინც უფრო მაინც ტექნოლოგიური მიმართულებით, ტექნოგრადიული მიმართულებით, უფრო სწორად მაინც უფრო იქითკენ მიდის და სულცდელობა იქნება, რომ თქვათ რაღაცა ამ მიმართულებით განვითარდეს და რაღაც ამით ჩაიკეტოს შემდეგ ეს გარშემო. რამდენად შესაძლებელი იქნება, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამის ნიშნები ნამდვილად ჩანს ყველგან, მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთანაც ყველაფერი. ამიტომ ნებისმიერი ეკოსისტემაში ნებისმიერი ჩარევა ისე შეიძლება იმოქმედოს ადამიანზე, რომ ჩვენ ეს ვერ გავსაზღვროთ, რა ქმედება იქნება. ამიტომ ეს ძალიან სახიფათო თამაში არის და ნახოთ კი, რა თქმა უნდა განვითარდეს ყველაფერი, მაგრამ მე ისე ვეჭვმევს, რომ უფრო წავა ისე მაგალითად რაღაცა მიმართულებით და არა მთლიანად მაგალითად ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი აზრით უფრო სწორად. გასაგები. ქალბატონ ეკასაც რა ვთხოვოთ, ანუ რამდენად ეს სკეპტიკური ან რეალურად ოპტიმისტური განწყობა გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ აი აგააქტიურებული და დღის წესრიგში აქტიურად უკვე ჩასმული ასე ვთქვათ პრობლემა არ შემცირდება მის მიმართ ყურადღება მომავალში. როგორც მაზურამ აღნიშნა. მე მგონი გარკვეულწილად უკვე ყველას დაანახა აი ეს აუცილებელი ძალიან საჭირო და ჩქარი გააზრება იმ საკითხის, რომ აი უფრო კარგად განისაზღვროს კავშირი ადამიანსა და ბუნებას შორის. და აი აქედან გამოვიდნენ მე რაც ვთქვათ, ახლა იგივე პოლიტიკური გადაწყვეტილება, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული, უნდა დაეფუძნოს სწორედ აი ამ კავშირის გააზრებას, რომ მართლაც აი როგორც ვთქვათ, ჩვენ ვეპყრობთ ბუნებას, იგივენაირად მე გვიბრუნებს ის უკან. რამდენად ოპტიმისტურად ვუყურებ, არ ვიცი და ალბათ ამას კიდევ უფრო დაგვანახებს სიტუაცია თუ როგორ განვითარდება ინფექციასთან დაკავშირებით სიტუაცია წლის ბოლომდე. თუმცა იმეც ვიტოვებ, რომ ეს დადახული იქნება და გარკვეული ნაბიჯები მაინც იქნება გადადგმული იმისთვის, რომ მომავალში თავიდან აცილებული იქნას ასეთი პანდემიები. კი ბატონო, ხშირ შემთხვევაში სწორედ კრიზისული სიტუაციები გამოკვეთს პრობლემას და თუ კი აქამდე გარკვეულწილად მცირე რაოდენობის ადამიანები, ექსპერტები არიან ამ საკითხზე აქცენტირებით, უფრო ფართო მასშტაბით თითოეული ადამიანისთვის ცხადი ხდება რა გამოწვევების წინაშე გავართ ამ თვალსაზრისით. აქამდე თუ ვსაუბრობდით ჩვენ პოზიტიურ მხარეზე, მოდით შევხედოთ კორონავირუსის პირობებში ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ახალ ნეგატიურ გამოწვევებს, რაზე შეიძლება აქცენტი გაკეთდეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიურად მედია პრინციპში აშუქებდა ჰაბიტატებს, რომლებიც მაგალითად ურბანულ ზონებში გამოჩნდნენ, რეალურად თავისუფლად იქცეოდნენ, იგივე დელფინები, რომლებიც ამ შემთხვევაში ვენეციაში გამოჩნდა, ან იგივე ვთქვათ ირმები, შვლები, რომლებიც ამ შემთხვევაში იყვნენ ადამიანის სასიცოცხლო გარემოს ნაწილიც. ამის მიუხედავად, ალბათ რჩება მთელი რიგი გამოწვევები, რომელიც კორონას პირობებში შეიქმნა და აქვს პოტენციალი ნეგატიური ცვლილებების, აი ამ თვალსაზრისით რა აქცენტების გაკვეთება შეგვიძლია. და თუ შეიძლება რომ ქალბატონი ეკათი დავიწყოთ ამ შემთხვევაში. კი ბატონო, მე მაშინ მოგახსენებთ უშუალოდ დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რა ნეგატიური ზეგავლენები გამოვლინდა სულ რამდენიმე დღის წინ
გამოქვეყნდა ჟურნალი, საერთაშორისო ჟურნალი დაცულ ტერიტორიაზე და კონსერვაციაზე პარკები, შემდეგი ნომერი, რომელშიც ერთი დიდი სტატია სწორედ მიეძღვნა COVID-19-ის ზეგავლენას დაცულ ტერიტორიებზე. აქ მრავალი კუთხით არის მიმოხილული ეს ზეგავლენები, ეს არის მენეჯმენტის შესაძლებლობებზე, ბიუჯეტზე, ეფექტურობაზე და ასევე მიმდებარე ცხოვრებ მოსახლეობაზე. სულ ოდნავ დეტალურად რომ ჩავიდეთ თქვა თითოეულში, პირველი ერთ-ერთი კომპონენტი ეს არის ეკონომიკური ზეწოლა, ზეგავლენა უარყოფითი დაცულ ტერიტორიებზე, ვინაიდან რიგი დაცული ტერიტორიებისა ან სრულად იყვნენ დამოკიდებული ტურიზმზე, ან მნიშვნელოვან ნაწილად იყვნენ დამოკიდებული და ეს უკვე ფაქტურად დაცული ტერიტორიების ბიუჯეტის შემცირებაზე აისახა. ანუ ხელფასების გაცემა, ან ნაწილობრივ გაცემა უკვე მრავალ ქვეყანაში ეს საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ან შეიძლება თქვათ ახლო მომავალში შემცირდეს თანამშრომელთა რაოდენობა, ან მოუწიოთ უფრო ნაკლებ ხელფასზე, რაც ავტომატურად უკვე აისახება მათ შრომაზე და შესაბამისად უკვე კონსერვაციაზე. არის პირდაპირი ზეგავლენები უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე. ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, როდესაც თქვა არის მოსაზრება, რომ რომელიმე კონკრეტულ დაცულ ტერიტორიაზე, სადაც პრიმატები არიან, ეს ვირუსი თქვა ადამიანიდან გადავიდეს მასზე და კონკრეტულად იმ დაცულმა ტერიტორიამ ფაქტურად დაკარგოს თავისი ან დაკნინდეს მისი ფუნქცია, იმიტომ რომ ზეგავლენის ქვეშ მოხდეს მნიშვნელოვანი სახეობები. ეს არის, თუმცა შეიძლება იყოს რაღაც ზეგავლენები, რომლებიც გამოწვეულია მუშაობის შეზღუდვით. იმიტომ რომ ბევრ ქვეყანაში შეზღუდვა იყო გადაადგილებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც სხვა თანამშრომლები ვერ ახერხებდნენ მისვლას ადგილზე. და ვერ ხორციელდებოდა მაგალითად კანონახსოვრების ქმედებები და რიგ ქვეყნებში უკვე არის მონაცემები იმისა, რომ საკმაოდ წითელ ნუსხაში არსებული და ძალიან მოწყვლადი სახეობებისზე იყო ნადირობა, რაც თქვათ მანამდე შედარებით მცირე იყო, ასევე ზოგ ადგილებში გაიზარდა სხვა არალეგალური ქმედებებიც, ჭრა, თევზჭერაც. რა თქმა უნდა, ეს აისახა ასევე უარყოფითად. ეს თქვათ არალეგალურ ქმედებები გამოწვეული იყო მხოლოდ თქვათ არა მხოლოდ იმით, რომ თქვათ ამით არიან ადამიანები დაინტერესებული, არამედ იმით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც არის ცხოვრობს მიმდებარედ, რიგ შემთხვევებში და ბევრ შემთხვევაშიც კიდევ დამოკიდებული არიან ხოლმე იქ ჩასულ ტურისტებზე. შეიძლება ეს სრული დამოკიდებულებაც ძალიან ალბათ არასწორი მიდგომაა. იყო ერთ-ერთი მაგალითი, რომ კრუგერის ეროვნული პარკის მახლობლად ერთ-ერთი ქალაქი ფაქტიურად სრულად იყო დამოკიდებული ამ ტურისტებზე და ფაქტიურად მთელმა ქალაქმა გარკვეულწილად კოლაფსივით განიცადა. ეს მოსახლეობას ფაქტიურად შემოსავალს უკარგავს, რითაც მათ ერთი მხრივ შემოსავალი არ აქვს და ამავდროულად შეიძლება შეზღუდვა არსებობს გადაადგილებასთან, თვითონმა არ აქვს სხვა რესურსთან, რაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს ზეგავლენა ისევ ეკოსისტემებზე იქ არსებულ რესურსებზე, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ შეიძლება არ ქონდეს დარჩენილი ადამიანს. ეს არის იმ კონსერვაციულ ქმედებებზე, პროგრამებზე ზეგავლენა, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს. ერთი შეიძლება უბრალოდ ის მიზეზი იყოს, რომ როგორც უკვე ვახსენე, თანამშრომელი ვერ ახერხებდეს მისვლას დაცულ ტერიტორიებზე, ან უბრალოდ თქვათ ამის შესაძლებლობა სხვა ფინანსური შესაძლებლობები არ იყოს და მნიშვნელოვანი პროგრამები, როგორც არის მონიტორინგი ზოგ შემთხვევაში რეინტროდუქცია ან აგრესიული ინვაზიური სახეობის ამოღება, ეს ვერ განხორციელდეს, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტი იქონიოს ბიომრავალფეროვნებაზე. ამიტომ ყველა ეს კომპონენტი და კიდევ სხვა კომპონენტებიც ძალიან მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი არის და ყურადსაღებია. ბატონო, ქავდანიკა, თქვენ ძირითადად საუბრობდით მსოფლიო ტენდენციებზე ამ კუთხით. საქართველოში თუ გვაქვს და რეალურად აი კორონავირუსის პირობებში თუ ხდება აღრიცხვა და რეალურად მონაცემების თქვათ შეკრება იმ თვალსაზრისით, რომ ანალოგიური თქვათ კრიტერიუმებით ჩვენ შეგვეძლოს გაზომვა თქვათ იგივე ასრულების ნაწილში შემთხვევები ბატონო აღნიშნა რომ ამ შემთხვევაში მიტოვებული ან
სახეობების დაბრუნება ზოოპარკში მიყვანის შემთხვევები შემცირებულია, მაგრამ თვითონ დაცულ ტერიტორიებზე ამ შემთხვევაში მონაცემების შეკრების პრაქტიკა როგორ არის? თანდათან განსაკუთრებით კორონავირუსის პირობებში სამუშაო გრაფიკის დისტანციურ რეჟიმში გადატანის პირობებში ადგილზე მისთვის შესაძლებლობა როცა არისო, აი ეს მონაცემები ხომ არ დაგვეკარგება, ან რამდენად თანმიმდევრულად იკრიბება? რაც მე მაქვს ინფორმაცია იმას გაგიზიარებთ, ანუ დაცულ ტერიტორიების თანამშრომლები თითქმის სრულად ყველა ადგილებზე აგრძელებდნენ მუშაობას, ანუ რეინჯერების სამუშაო არ შეწყვეტილა, ისინი მუდმივად პატრულირებენ და რა თქმა უნდა, მონაცემები, რომლებიცაც ისინი ჩვეულებრივად აგროვებენ, შეგროვებული იქნება და მე ალბათ სტატისტიკურად ვნახავთ თუ რა ეფექტი ქონდა ამ ვირუსს ბიომრავალფეროვნების დაცულ ტერიტორიებზე უშუალოდ. გასაგები. მადლობა ბატონო ზურამ. თქვენ რო გთხოვთ კომენტარი, ანუ გარდა იმისა, რაც დასახელდა ქალბატონიეკას მიერ სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენა უშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც დაცულ ტერიტორიაზე მუშაობენ და დასაქმების პერსპექტივა აქვს და ზოგადად თქვათ იგივე აღსრულების ნაწილში დარღვევები და პრობლემები, თქვენ რაზე გაამახვილებთ ყურადღებას ნეგატიური მხარები, პოტენციური გამოწვევები კორონავირუსის პირობებში? ერთი რაც შემიძლია დავამატო, რომ აი მართალია თქვათ ეკონომიურად შეიძლება გარკვეული გავლენა იმოქმედა დაცულ ტერიტორიებზე, მაგრამ ამ დროს ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტურიზმი თავისთავად გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს იგივე ბიომრავალფეროვნებისათვის და ტურიზმი ძალიან ზღუდავს გამრავლებას ცხოველებისას, ამას თავისი ფიზიოლოგიური მექანიზმები აქვს ყველაფერი, ასე რომ ამას საკამათო საკითხია, შეიძლება სულაც არ ყოფილიყო და ასეთ შემთხვევაში, როდესაც თქვათ სხვა ეკონომიკური მიმართულებები თუ იქნება, შეიძლება უკეთესად აღმოჩნდეს. გაჩნია როგორ და რა განვითარდება. რაც ასევე ადამიანიდან ბუნებაში შემდეგ გადატანა თვითონ ამ ვირუსის მაინც და მაინც არ მიმაჩნია რეალურად, იმიტომ რომ აქ მოგეხსენებათ ეს ვირუსი საკმაოდ ახლო დისტანციაზე გადაედება და ძნელად წარმომიდგენია გარეული ცხოველებს ისეთი ახლო დისტანციაზე მიხვიდეთ, რომ ადამიანიდან გადადება მოხდეს. ამის ესე ცოტა რთული საკითხია. თავარი არის, რომ აი ყველაზე უფრო სახიფათო რაც არის, რაც მგონია, მაგალითად პატარა მაგალითს მოგვა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია ნიუ-იორკის ზოოპარკში ვეფხვის დაავადების შესახებ, ხალხმა სახლიდან გაყარა ძაღლები, კატები და ასე შემდეგ ეს ყველაფერი. აი არ გამოიწვიოს რაღაცა გარკვეული სახეობების მიმართ რაღაცა ჯვაროსნული ლაშქრობების მსგავსი განადგურება. უკვე იყო მოწოდება ღამურების მიმართ რაღაც პანიკური შიშები გაჩნდა. აი ეს გაცილებით უფრო სახიფათოდ მიმაჩნია, რომელმაც შეიძლება კიდევ უარესი გამოიწვიოს და ეს თავისთავად ისევ რიკოშეტით უკან დაგვიბრუნდება ეს ყველაფერი. ბატონო ზურაბ, თქვენ პრინციპში ხას უსვამთ საზოგადოებრივი ცნობიერების პრობლემას და იგივე გავრცელებული ინფორმაციის სანდოობის ხარისხს აქვე მინდა თქვენგან პასუხი კითხვაზე, ანუ რამდენად ეს შესაძლებლობა თქვენ აღნიშნეთ, რომ დისტანცია არ არის ახლო და ვერც იქნება ახლო, მაგრამ მონაცემები გარკვეულწილად ამ თვალსაზრისით რამე დამასაბუთებელი რომ ვირუსის გადაცემის თუ ქონია ან საერთაშორისო ჟურნალებში თუ გამოცემულა ან ასეთი სტატისტიკები. ხო, იცით რა, ნუ ყოველ ჩვენ ვღებულობთ ინფორმაციას, ყოველთვის როგორ მიდიოდა ხდებოდა ხოლმე. ეს ერთადერთი შემთხვევა არის დაფიქსირებული, როცა ნიუ-იორკის ბრონქსის ზოოპარკში მოხდა. სხვა არანაირი შემთხვევები. ისინიც კი რომელიც თქვა ძალიან ფართოდ გავრცელდა, ძირითადად გამოქვეყნებული იყო ასე წოდებული პრეპრინტის წესით, რომელსაც არანაირი ასე თქვა მეცნიერული ფასეულობა არ ჰქონდა და სანდოობაც ამის გამო ძალიან დაბალი იყო. ასე რომ დღევანდელი ინფორმაციის მიხედვით გადაცემა ადამიანიდან ცხოველზე ეს ერთი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო ცხოველიდან ადამიანზე გადაცემა საერთოდ არ იყო დაფიქსირებული. არც ერთი, ასე რომ ამ ხრივ არანაირი ხიფათი არის. თუმცა აი ეს პირველი ვერსია, რაც იყო, რომ ღამურებიდან წამოვიდა, შემდეგ იყო, რომ პანგოლინიდან წამოვიდა, თუმცა როგორც ჩანს, არც ერთი შეეფერება სინამდვილეს და არც მეორე. ამას საიდან გაჩნდა ჯერჯერობით კიდევ ასე ვთქვათ, კვლევის საკითხია და პასუხი არის დასაცემი. აი ეს მაინც გარკვეულ ხიფათს აჩენს ცხოველების მიმართ დამოკიდებულების შესვლაზე. კი ბატონო, და ბატონო რა შემიძლია არ შევეხო, ანუ ეს ამ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე თქვენ აღნიშნეთ, რომ იყო შემთხვევები ამ შინაური ცხოველების მიტოვების, მოყვანის თქვენთან, აი ამ ხრივ თქვენთან არა, უბრალოდ მიტოვების იყო ჩვენ შინაურ ცხოველებს
იგივე თქვათ, ზოგადად აი უცებ რამდენიმე დღეში ამას რეაქცია ჰქონდა. მე როგორც აღლოსანი შემიძლია დავადასტურო, რომ იყო ასეთი შემთხვევები და პრინციპში ისევ მიუთითებს საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალ ხარისხზე გავრცელებული ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების ნაკლებ შესაძლებლობაზე და ეს ერთ-ერთი პრობლემაა, რომელიც თქვენც აღნიშნეთ. ბატონ კახასთან რო გადავიდეთ, იგივე კითხვით, გარდა დასახელებულისა, ვთქვათ, სოციალ-ეკონომიკური ზეგავლენები, იგივე აღსრულების ნაწილში პრობლემები, იგივე თუნდაც საზოგადოებრივი ცნობიერების პრობლემა. ბატონ კახა, რა ტიპის პოტენციური ნეგატიური გამოწვევების წინაშე ვართ ბიომრავალფეროვნებაზე, როცა საუბრობთ კორონავირუსის პირობებში და შემდგომ ეტაპზე? ვიცით რა, მე ვფიქრობ, რომ გლობალური საფრთხეები ბევრად უფრო სერიოზულად დაკავშირებული არის სამწუხაროდ აი მე პოტენციურ პოტენციურ კი არა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისთან, რომელიც არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ გლობალურად მსოფლიოში ვითარდება. მოგეხსენებათ, რომ ისეთი ეკონომიკები ახლა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები, როგორც შეერთებული შტატებია, ჩინეთია, ევროკავშირია, ვთქვათ, იაპონია, ინდოეთი და ასე შემდეგ, კატასტროფული ვარდნები აქვს. ხა გერმანია მაგალითად ითვლება, რომ მეორე მსოფლიო ომის მერე ამისთან კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი გერმანიაში არ ყოფილა. ცხადია, რომ აქ პოტენციურად ორი საფრთხეა ამ მიმართულებით, ერთი ნაწილობრივ აღნიშნა, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში ეს არის მოსალოდნელი მნიშვნელოვნად აი ამ ზეგავლენის გაზრდა, რადგან გაღარიბებული მოსახლეობა, ღარიბი მოსახლეობა ტრადიციულად უფრო მეტად არის დამოკიდებული ბუნებრივი რესურსებზე და შესაბამისად ბუნებრივი რესურსების ზეწოლაც ავტომატურად იზრდება, რაც იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობა ძალიან ეკონომიკურად გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება, ხო? ეს ერთი მიმართულება, მეორე მიმართულება არის მდგომარეობს იმაში, რომ აი ამ გლობალურ სიტუაციაში ფაქტიურად გაჩნდა ახალი პრეცედენტი, როდესაც ქვეყნები, რომლებიც ქმნიდნენ ზეწოლას ახდენდნენ იმ პოლიტიკოსებზე, იმ ქვეყნებზე, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარ ბიომრავალფეროვნებას ფლობენ, ასე ვთქვათ, ტრალებში ხმარობ ამ ტერმინს, რა თქმა უნდა. ესეთ ქვეყნები, როგორც არის ვთქვათ, ბრაზილია, ან სხვა ნებისმიერი ისეთ ქვეყანა, რომელიც ტროპიკული ეკოსისტემები ან ტროპიკული ტყეები გააჩნიათ. ხო, მათზე ზეწოლას ტრადიციულად ახდენს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები, რომლებსაც აქვთ იმის ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ ზეწოლა მოახდინონ და ვთქვათ, ან რამე კომპენსაციის მექანიზმები შესთავაზონ, ან უბრალოდ პოლიტიკური ზეწოლა მაინც მოახდინონ ეკონომიკური თუ არა ასეთ ქვეყნებზე და აიძულონ ისინი, რომ რაღაც გარკვეული კონსერვაციული ღონისძიებები განახორციელონ, თუნდაც იმ სახით, რომ ნაკლები ტროპიკული ტყე მოიჭრას. ახლა შარშან მაგალითად არის ესეთი ორგანიზაცია Global Forest Watch, რომელიც დედამიწის მასშტაბით სატელიტური გამოსახულებების ანალიზის ხარჯზე ახდენს ტყეების ტყის ფართობების ცვლილებაზე მონიტორინგს. მათი მონაცემებით მაგალითად სამწუხაროდ ეს მზარდი ასე ვთქვათ ტენდენცია, როდესაც ტყეების შემცირება ხდება გლობალურად. მაგრამ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში აი ამ საზოგადოებრივი ზეწოლის, იგივე მწვანეთა მოძრაობის ზეწოლის, პოლიტიკური ზეწოლის, იგივე განვითარებული ქვეყნების ევროკავშირის, შეერთებული შტატების და ასე შემდეგ ზეწოლის და იმავდროულად ეს უნდა აღნიშნოს აუცილებლად ფინანსური მხარდაჭერის პირობებში ხდებოდა აი ამ ზეწოლის შემცირება, თუნდაც აი ამ მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი რესურსის ტყეების და სხვა ესეთი წყალჭარბი ეკოსისტემების ვთქვათ ნაკლებად განადგურება და ასე შემდეგ. აი ეს ზეწოლა შემცირდება სამწუხაროდ ესეც როგორც ჩანს ფაქტია და იმავდროულად არსებული ეკონომიკური კრიზისი მნიშვნელოვნად ასევე ნეგატიურად აისახება აი ცივილიზებული სამყაროს შესაძლებლობაზე მოახდინოს კომპენსირება აი ამ ქმედებებისა, რათა აი მოხდეს თუნდაც ისეთი აი კლიმატის ცვლილების თემა მაგალითად ყველასთვის ცნობილია, ხო? და არსებობს ესეთი მექანიზმი, REDD Plus-ის მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ტყეების ჭრის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღებას. ანუ ქვეყნები, რომლებიც არიან ეკონომიკურად განვითარებული, მათ აქვს შესაძლებლობა
მიიღონ დიდარი ქვეყნებიდან თანხები, მაგრამ სამაგიეროდ არ მოახდინონ თქვათ ტყეების გაჭეხვა, რის გამოც ხდება მნიშვნელოვანად ნახშირორჟანგის ემისიების გაზრდა. აი ეს ფინანსური ნაკადები, რომლებიც ჩნდებოდა აი თუნდაც ისეთ მეგაფონდებში, როგორც არის Green Climate Fund, ხო, რომელიც ახდენს აი კლიმატის ცვლილების კომპენსირებას და პროექტების დაფინანსებას, რომელიც აკომპენსირებს აი ამ ცვლილებას. აი ეს ფინანსური ნაკადები ფაქტიურად შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს აი ამ ფინანსური კრიზისის გამო. მათ შორის რამდენიც პარადოქსალურად არ უნდა ჟღერდეს ნავთობის ფასის შემცირების გამო. იმის გამო, რომ აი ესეთი ფონდებში მნიშვნელოვნად დონორების როლში გვევლინებოდნენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც შემოსავლებს იღებდნენ ნავთობის ექსპლუატაციის და ნავთობის გაყიდვის შედეგად. ესეც ფაქტია. მეორე მხრივ არის რაღაც გარკვეული იმედები, ახლა თუნდაც ისევ გერმანია ვახსენეთ წეგან და გერმანიის მთავრობის ინიციატივა იყო რამდენიმე დღის უკან მოგეხსენებათ ევროკავშირმა 750 მილიარდიანი პაკეტის ასე ვთქვათ შეიმუშავა ეკონომიკის დახმარების და აი გერმანია მაგალითად დამატებით თუ სწორედ მახსოვს 75 მილიარდამდე ლაპარაკი და აი ამ ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი წავა მაგალითად ელექტრომობილების წარმოებაზე. არა ჩვეულებრივი ავტომობილების წარმოებაზე, არამედ ელექტრომობილების წარმოებაზე. არის ესეთი ეფექტებიც, თუმცა აი განსაკუთრებით საშიში იქნება ალბათ 2021 წელი, როდესაც ის ეკონომიკური კრიზისი, ფინანსური კრიზისი გლობალური მასშტაბით, რომელსაც დღეს ხედავთ, ფისკალურად აისახება იმ შესაძლებლობებზე და იმ პროექტებზე, რომლებსაც ეჭირათ აქამდე, აი რომლებიც ბარიერების სახით უდგებოდნენ აი ამ ბუნებრივი რესურსების აი ესეთ მტაცებლურ ექსპლუატაციას და გამოყენებას. აი ეს ბარიერი, ეს ტიხარი შეიძლება ძალიან ადვილად შესუსტდეს იმის გამო, რომ აი საერთაშორისო ფინანსური მექანიზმები შეიძლება სამწუხაროდ გაქრეს. კი ბატონო. უახლოეს წლებში ყოველ შემთხვევაში. ან შესუსტდეს მაინც. მე მაგ გარკვეულად შემაჯამებელი და ამავე დროს კითხვა, რომელიც შეიძლება ცოტა კრიტიკულადაც ჟღერდეს, რა არის, რა იყო, ან ქონდათ იმ ინიციატივების სახით, რომელსაც ჯერჯერობით პრინციპში მხარდაჭერა სამთავრობო ან კონკრეტული ჯგუფების მხრიდან არ ქონია, მაგრამ ახლა კორონავირუსის პირობებში ბიომრავალფეროვნების პრობლემაზე მეტი აქცენტირების პირობებში აქვს შესაძლებლობა რომ ამუშავდეს. ეს შეიძლება იყოს პროექტები, ეს შეიძლება იყოს სამთავრობო საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილებები ან სხვა. ანუ ამ კუთხით თუ ხედავთ გარკვეულწილად, იმიტომ რომ პრობლემაც აქტიურად გამოიკვეთა პოზიტიური ცვლილებების, ახალი შეთავაზებების, ახალი შესაძლებლობების ფანჯრის გახსნის პერსპექტივას. და დამატებით ასევე, რა შეუძლია უნივერსიტეტს ამ კუთხით შესთავაზოს, ან შეიძლება წარმოიდგინოთ როგორც პარტნიორად და როგორც წარმოგიდგენიათ ამ მხარდაჭერა. ისგან დავიწყოთ. კახასგან, მარტანი კახა. კარგი. კი ბატონო. ინიციატივა დაჟადია, ხო? ალბათ კი. და აქ დაჟად ინიციატივიდან გადავდივართ, მოკლედ. არა, ხომ რა თქმა უნდა. აი, თქვენ როგორც ექსპერტებს ამ დარგის, როცა გაქვთ საკმაოდ სერიოზული რესურსი, რომ შესთავაზოთ ახალი წინადადებების სამთავრობო უწყებებს, სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებს რა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ შე შემთხვევაში ეს ინიციატივები თაროზე შემოგებულია, ან ნაკლები ყურადღება ექცევა. აი ახლა კორონამ თუ შეგვიქმნა აი ახალი ინიციატივების მხარდაჭერის მეტი შესაძლებლობა. ერთადერთი იცით რა არის, აი ოპტიმიზმი, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს ჯერჯერობით სამწუხაროდ ვერ ხედავ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, რომ ეს განსაკუთრებით რაღაც მნიშვნელობა შეიცვალა უახლოეს აი რამდენიმე თვის განმავლობაში. ჯერჯერობით ასე ვთქვათ, სიტყვიერ პოზიციის დაფიქსირების იქით ეს მდგომარეობა პოლიტიკოსებში და გადაწყვეტილების მიღებებში მაინც არ წასულა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აი მე როგორც აღვნიშნე, აი მართლაც მნიშვნელოვანად ჩემი აზრით, რომ ეს ცალსახად სახეზეა რა და ეს ბევრ სფეროს შეეხება, მე დარწმუნებული ვარ.
დაწყებული ეკონომიკიდან დამთავრებული სოფლის მეურნეობით და გარემოს დაცვით, რომ მართლაც ბევრი მიმართულებით პარადიგმა შეიცვლება. ანუ კონცეპტუალური ეკონომიკა, ის გლობალური ეკონომიკა, რომელიც ჩვენ გქონდა თუნდაც წინ იანვარში, ისეთი აღარ იქნება დარწმუნებული ვარ, როგორცაც ალბათ ელოდებოდა სამყარო და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანწილად ბევრი რაღაცა შეიცვლება და იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილების მიღების პირებიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანწილად შეიცვლიან შეხედულებებს, იმიტომ რომ კორონამ ცალსახად დაგვანახა, რომ ფული, რომელიც არის ბანკში, არ არის თავარი. თურმე არის უფრო მნიშვნელოვანი სივრცე, სადაც ჩვენ ცხოვრობ, იმისთვის, რომ იარსებო ნორმალურად ჯანმრთელ გარემოში იმყოფებოდე და ასე შემდეგ და აი ამ პარადიგმის ცვლილება არა მარტო ეკონომიკური პარადიგმის, არამედ დამოკიდებულების ცვლილება მე იმედი მაქვს, რომ შეიძლება ბევრ ქვეყანაში და ბევრ გადაწყვეტილების მიღების პირში გამოიწვიოს დამოკიდებულების ცვლილება, მათ შორის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისადმი. ანუ იმედი მაქვს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი პარადიგმის ცვლილება, რომელიც პირველ რიგში ეკონომიკიდან დაიწყება და ეკონომიკური დამოკიდებულებიდან, ხო, აი თუნდაც ის მომენტი, რომ აი ყველაფერს აწარმოებდა ჩინეთი, ხო, აი ამ დამოკიდებულებას ალბათ ბოლო მოეღება უახლოეს მომავალში. ეს კარგია, ცუდია, ეს კიდევ სხვა ცალკე თემაა და შეიძლება კარგიც იყოს ეკონომიკურად, შეიძლება ცუდიც იყოს, არავინ არ იცის მაგის ზუსტად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შეიცვლება და ამან შეიძლება ასევე ბევრ სხვა თემებშიც გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ცვლილება. თუმცა იმის აღქმა, რომ კაცობრიობას არ აქვს იმისი უფლება, რომ ასე ვთქვათ, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტი დავაყენოთ ყველაფრის წინაშე. ანუ დღეს აქამდე დღესდღეობით ითვლებოდა, რომ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარება არის უმთავრესი. რომ იმისთვის, რომ გლობალურად მართლაც სიღარიბიდან გამოსულიყო უამრავი ადამიანი. დღესდღეობით შეიძლება ეს დამოკიდებულება რაღაცნაირად შეიცვალოს და სხვა ლოგიკით, მათ შორის ეს გრადი განვითარების პრინციპები, რაზეც 20 წელია უკვე კაცობრიობის ნაწილი საუბრობს, ხო, ის რაღაც სიტყვებიდან ნელ-ნელა გადაიქცეს რეალობად. ბატონს რა თქვა, რომ გთხოვოთ და შემდეგ ქალბატონ ეკას. რა თქმა უნდა, მე ესეთი ოპტიმისტი არ ვარ სამწუხაროდ, როგორც კახაბაბასთან დაკავშირებით, კი შეიძლება თქვა რაღაც ეკონომიკური ცვლილებები მოხდეს ამასთან დაკავშირებით. რამდენად აისახება ბიომრავალფეროვნებაზე ცალკე საკითხია და მართლობითად მაინც და მაინც ვერ ვხედავ იმას, რომ რაიმე აქტიურობა მიმდინარეობდეს ამ მიმართულებით. თქვა შესაძლებელია, მაგრამ ჩინეთთან გადატანილი იყო სხვა ქვეყნებში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ეს პირიქით ალბათ უფრო უარყოფითად აისახება ბიომრავალფეროვნებაზე ვიდრე დადებითად. იმიტომ რომ ახალ საწარმოებს ახალი სივრცე ჭირდება თავისთავად, ახალი სივრცე განადგურებული ბიომრავალფეროვნება არის სრულიად ასევე. რთული საკითხი არის. ყველა შემთხვევაში მე მგონი ადამიანებს უფრო მეტი დაფიქრება ჭირდებათ ამასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში მე მაინც და მაინც ესეთი ოპტიმისტურად განწყობილი ვერ ვარ, იმიტომ რომ ვერ ვხედავ ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს. პირიქით მაინც უფრო თქვა ეკონომიკის განვითარებაზე და ეკონომიკის ინტენსიფიკაციაზე მიდის საუბარი ჯერჯერობით და ცოტა ახსენდება, რომ აი დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, თორე ანუ ეკონომიკური პარადიგმა პრინციპში გარკვეულწილად შეიძლება, მაგას ახლა ციტრო თავარია როგორ მოხდება ამის ასახვა ბიომრავალფეროვნებაზე. და რა იქნება, როგორ იქნება და კი ბატონო. ახლა მაგალითებითაც მე სამწუხაროდ ამას ვერ ვხედავ ჯერჯერობით. ასე. ქალბატონ ეკას რა ვთხოვოთ? ფაქტიურად ანუ რა შეიძლება როგორ შეიძლება რომ დაინახოთ რა ცვლილებები შეიძლება რომ მოხდეს ამ კუთხით თქვათ იგივე რაც გამოჩნდა რომ თუნდაც ის რომ მინიმალური დაფინანსებები რაც საჭირო არის კონსერვაციისთვის მე ისევ თუ შეიძლება დაცული ტერიტორიების კუთხით ანუ თანამშრომელთა სრული დაფინანსება რაღაცნაირად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან მათი ხელფასები და მინიმალური საქმიანობები და ის და ძირითადად ტურისტულ შემოსავლებზე დამოკიდებულება არ უნდა იყოს. ამას უკვე აჩვენებს ძალიან ბევრი მაგალითი, რაც თქვათ აი რაც ვახსენე იმ ჟურნალში იყო მოყვანილი. ასევე მნიშვნელოვანია რომ
ადგილობრივმა მოსახლეობამაც დაინახოს, რომ ტურიზმი არ უნდა იყოს მათი ძირითადი შემოსავლის წყაროც. და მათ თქვათ, თუ ადრე ესეთი უთქვიათ, რომ 20 ძროხა ყავდაო და ეხლა 20 სტუმარს მივიღებთო, ალბათ ჯობია რაღაც ბალანსი და ამისი გარკვეულწილად კომუნიკაცია საჭირო, რომ 10 ძროხა დაიტოვეთ და 10 სტუმარი მიიღო. იმიტომ რომ არასოდეს არ არის ცნობილი რა შეიძლება მოხდეს და ეს ყველაფერი იგივე თქვათ ბიუჯეტის არ ქონა კონკრეტულად კონსერვაციული თვალსაზრისით დაცული ტერიტორიებისთვის იგივე ამ შემოსავლის ნაკლებობა ეს ყველაფერი ისე როგორც უკვე ვახსენე უარყოფით და აიხსახება ბიომრავალფეროვნებაზე, ეკოსისტემებზე, უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე და ზოგადად მთლიანად თქვათ ეკოსისტემებზე, რაც და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ეკოსისტემები, იმიტომ რომ წარმოადგენენ ისინი საკვების, წყლის წყაროს, ის მათ აქვთ უდიდეს მნიშვნელობა შეამცირენ კატასტროფების რისკები, კლიმატის ცვლილების შერბილება, მიტიგაცია და ასევე წარმოადგენენ ისინი ძალიან მნიშვნელოვან ადგილს კულტურული და სოციალური ფასეულობის თვალსაზრისით და აი ეს არაპირდაპირი ზეგავლენა ამისი ფაქტიურად მერე გამოდის რომ ისევ უკან დაგვიბრუნდება ბუნებიდან და ზეგავლენას იმოქმედებს. ამიტომ ეს ყველაფერი მე ვფიქრობ ძალიან გასათვალისწინებელია და პოლიტიკაში გასატარებელი არის. გაასაზრებელი და გასატარებელი. კი ბატონო, პრინციპში ჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპტიმისტური პერსპექტივების შესაძლებლობები ნაკლებად არის, ისევ ვსჯელობთ იმაზე, რომ პრობლემა სამწუხაროდ ისევ დარჩება. ცოტა დრო გავიდა, ნახოთ როგორ განვითარდება ყველაფერი. შეიძლება ნამდვილად შესაძლებლად ძალიან მცირე დრო არის, პრინციპში საკმარისიც არა, მხოლოდ მსჯელობის და პროგნოზირების შესაძლებლობა გვაქვს. ისიც ხშირ შემთხვევაში არ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ამ პროგნოზირებას რაღაც კონკრეტული საფუძვლებით შევქმნათ. ერთადერთი ბოლო კითხვა თვითონ საუნივერსიტეტო მხარდაჭერა და იგივე ჩვენი პროგრამის მხრიდან რაში და როგორ ხედავთ მხარდაჭერას, შტკომას, გარკვეულწილად ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის შესაძლებლობების შექმნას, აი ამით რომ ამ კითხვით რომ დავასრულოთ. და შეგვიძლია გავაკეთოთ. ეხლა მე პრინციპში ჩვენი ჩანაწერი დავიწყეთ სწორედ ჩვენი სტუდენტების მხრიდან მომზადებული ძალიან მცირე ასე ვთქვათ, წვლილით, როცა შეძლეს ამ შემთხვევაში 22 აპრილის დღეს გამოეხმაურნენ იმით, რომ სუბტიტრები მოამზადეს ქართულ ენაზე, აი ამ კოვიდის მოწოდების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ პრინციპში ჩვენ აქტიურად ვსჯელობთ სწავლების, კვლევის განვითარების თვალსაზრისით წინსვლაზე, აი თვითონ სამოქალაქო ვთქვათ, თვითშეგნების ამაღლების თვალსაზრისით ხო არ შეგვიძლია კონკრეტული რაღაც ამოტებით მხარდამჭერი სისტემების შემოთავაზება. რა თქმა უნდა, დავიწყებ მაშინ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვა ესეთ სისტემის ხელშეწყობა, განსაკუთრებით თავისთავად, როდესაც უნივერსიტეტებზე არის ლაპარაკი და ინსტიტუტებზე არის უმაღლესი სასწავლებელი, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ამას ემსახურებიან. არა მარტო თქვა პასიური დამოკიდებული, პასიური მხარდაჭერა შეიძლება იყოს ან თუნდაც ესეთი მიმართულებით, არამედ აი მაგალითად უბრალოდ ნებისმიერმა, ესე თქვა, თუნდაც სხვა ნებისმიერმა უნივერსიტეტმა მიიღოს მონაწილეობა რაღაცა გარკვეული კვლევის განვითარებაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აი კვლევაზე და კონსერვაციაზე არასოდეს საკმარისი არ არის არც თანხები, არც ადამიანები და არც არაფერი. აი მიმართულებით თავისთავად ძალიან დიდი შესაძლებლობები არის, რომ ვთქვათ. დაინტერესებული ხალხის რაოდენობის გაზრდა და არც ისე დიდი ფინანსები არის ამისთვის. კი ბატონო, მადლობა. ეკა თქვენ რო გთხოვოთ და შემდეგ ბატონ კახეს. პრინციპში ბევრს არაფერს ვერ დავამატებ, ალბათ გამოჩნდება კიდევ რა კონკრეტული მიმართულებით იქნება კვლევები საჭირო და უკვე მე შესაძლებლობა სტუდენტებისთვის შეიძლება ისინი ჩაერთვნენ. ბატონ კახა, თქვენ ხომ არ შეაჩამებთ? კი ბატონო, მეც ვფიქრობ პრინციპში ვეთანხმები ეკასაც და ზურასაც, მე ვფიქრობ რომ უნივერსიტეტის როლი განსაკუთრებით გამომდინარე იქიდან რომ მას მართვის სკოლა აქვს, რომელიც დაკავშირებულია ბიომრავალფეროვნების საკითხებთან. მდგომარეობს იმაში, რომ დამატებით კვლევები აწარმოოს ზუსტად ამ მიმართულებით, აი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის სტრატეგიის შემუშავების სახელმწიფო
დამოკიდებულების განსაზღვრავ პოლიტიკურ დოკუმენტებში. რამდენად არის ეს ყველაფერი ასახული, რამდენად არის ეს ყველაფერი ნათლად აღქმული, გაგებული, ეს ერთი მიმართულება ალბათ ძალიან კარგი იქნება თუ უფრო მეტი კვლევები იქნება ამ მიმართულებით და ალბათ მე ვფიქრობ, რომ ჯიპას ამის კომპეტენცია ნამდვილად გააჩნია და მეორე მიმართულება თავისთავად რომ მეტი მომზადებული ადამიანი, მეტი კადრები, რომლებიც ხელს შეუწყობენ აი ამ გადაწყვეტილების მიღების პირებს შორის ისეთი ადამიანების გაჩენას, რომლებიც კომპეტენტურები არიან, მათ შორის ბიომრავალფეროვნების კუთხით გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეუძლიათ თავისი მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ, ძიმე სიტყვის თქმა. გამომდინარე იმ განათლებიდან და განმდიდრ ცოდნიდან, რომლის მიღებაც მათ შეუძლიათ სწორედ ჯიპაში. აი ეს არის მე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ დაგვიწევთ დრო ჩაერთეთ ჩვენ გადაცემათა ციკლში, რომელიც რადიო ჯიპას ბლოგის მეშვეობით ხორციელდება. საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორონავირუსმა გამოკვეთა ის თავრესი პრობლემა, რომ ადამიანი ბიომრავალფეროვნების სისტემის ნაწილია და აქტიური და არა მისგან გაყენებული. თუმცა პროგნოზები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებლად ჩვენ კონკრეტული ინსტრუმენტები მონაცემები არ გვაქვს და ადრეც არის შესაძლებლად, უფრო მეტად არა ოპტიმისტური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას ყვარს. უღმესი მადლობა ქალბატონ ეკას, ბატონ ზურას, ბატონ კახას. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ჩვენ პროგრამაში აქტიური ჩართულობის და თქვენი მხარდაჭერის უზრუნველყოფაში კიდევ ერთხელ. მადლობა და ვედნიერები. კარგად დანდებოდეთ. ნახვამდის. რადიო ჯიპა 94.3